თუ გაწუხებს მუდმივი გადაღლილობა, мотиваციის დაკარგვა, მეხსიერებისა და კონცენტრაციის დაქვეითება, ემოციური გამოფიტვა, სხვადასხვა ფიზიკური სიმპტომი, თქვენ შეიძლება გქონდეთ სტუდენტური გადაწვა. გამარჯობა, მე ვარ ელენე ზურაბიშვილი, ექიმი, ასისტენტ პროფესორი და დღეს გესაუბრებით თუ რა მნიშვნელობა აქვს ადამიანის ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობას სწავლის პროცესზე, რა არის სტუდენტური გადაწვა, როგორ ამოვიცნოთ და მოგცემთ სასარგებლო რჩევებს თუ როგორ ავიცილოთ ეს პრობლემა თავიდან. ახლა წარმოვიდგინოთ ასეთი სცენარი, რომ თითქმის ღამის 2 ან 3 საათია, სტუდენტი ჯერ კიდევ ზის წიგნებთან ან კომპიუტერთან, ხვალ აქვს გამოცდა, ჯერ კიდევ დიდი მოცულობის ინფორმაცია აქვს გადასამეორებელი ან სასწავლი, გვერდით უკვე მე-4 ან მე-5 ფინჯანი ყავა უდგას და მიირთმევს, მაგრამ კონცენტრაციის უნარი ქვეითდება და ქვეითდება. ეს სიტუაცია ალბათ ბევრ თქვენთაგანს ეცნობა. რეალურად სტუდენტობის პერიოდი ერთი მხრივ არის დაკავშირებული განვითარებასთან და მუდმივ ახალ შესაძლებლობებთან, მაგრამ მეორე მხრივ ეს ხშირად ასოცირდება ქრონიკულ გადაღლასთან, არარეგულარულ კვებასთან, მუდმივ უძილობასთან, ფიზიკური აქტივობის ნაკლებობასთან და ამ ყველაფერმა საბოლოო ჯამში შეუძლია მიგვიყვანოს პრობლემამდე, რომელსაც ქვია სტუდენტური გადაწვა, ეგრეთ წოდებული student burnout. სტუდენტურ ცხოვრებაში, სტუდენტობის პერიოდში განსაკუთრებით ხშირია, როდესაც ერთდროულად სტუდენტი რამდენიმე ფრონტზე იბრძვის. მაგალითად, ის სწავლობს, ემზადება გამოცდებისთვის, აბარებს გამოცდებს, ცდილობს რომ ვადებში ჩაეტიოს, ზოგიერთ შემთხვევაში მუშაობს კიდეც და ამას ემატება შეიძლება დაემატოს სოციალური და ოჯახური პასუხისმგებლობა. ამის პარალელურად თუ ამასთან ერთვის არაერთი გათენებული ღამე, არასაკმარისი ძილი, მხოლოდ ერთ ფინჯან ყავაზე გადატარებული დღე და ამას არ ახლავს სათანადო აღდგენითი პროცესი, ამან შეიძლება გამოიწვიოს სტუდენტური გადაწვა. ბერნაუთი არის მდგომარეობა, როდესაც მუდმივი სტრესისა და გადაძაბული მუშაობის შემდეგ ორგანიზმი ვერ ახდენს ამ დახარჯული ენერგიის აღდგენას. კვლევები გვაჩვენებს, რომ სტუდენტების 40-60%-ში გვხდება სტუდენტური გადაწვა და უმეტეს შემთხვევაში ამის გამომწვევი მიზეზები არის არარეგულარული ძილი, არასწორი კვება, ფიზიკური აქტივობის ნაკლებობა, მუდმივი სტრესი და დაძაბული რეჟიმი. ასევე საინტერესოა ის, რომ სტატისტიკური მონაცემების თანახმად სტუდენტური გადაწვა ყველაზე ხშირად მედიცინის, სამართლისა და ინჟინერიის სტუდენტებში გვხდება. საინტერესოა გავმიჯნოთ, რითი განსხვავდება ქრონიკული გადაღლა, ან ჩვეულებრივი გადაღლა და სტუდენტური გადაწვა ერთმანეთისგან. როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ ჩვეულებრივ გადაღლაზე, ჩვენ ერთხელ კარგად გამოძინებული ღამის ან კარგი დასვენების შემდეგ ჩვეულებრივ შემდეგ ისევ გრძნობთ სრულ ენერგიას და ვართ ისევ ჩვეულებრივ სამუშაო რეჟიმში, მაგრამ როდესაც არის სტუდენტური გადაწვა, ეს არ არის მხოლოდ ერთხელ გათენებული ღამის შედეგი, ეს არ არის მხოლოდ ერთხელ არასწორად მირთმეული არაჯანსაღი პროდუქტის მირთმევის შედეგი, ეს არ არის მთელი დღის ერთხელ ყავაზე ანის შედეგი. ეს არის დროში გაწელილი პროცესი, როდესაც ამ ფაქტორების მუდმივი გამეორება ხდება და ეს ჩვენი ცხოვრების ჩვეულებრივ რუტინად არის ხოლმე ქცეული. ახლა განვიხილოთ თუ ის თითოეული ფაქტორი რა გავლენას ახდენს კონკრეტულად ადამიანის ჯანმრთელობაზე და რატომ იწვევს სტუდენტურ გადაწვას. დავიწყოთ ძილით. ძილი ორგანიზმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბიოლოგიური საჭიროება. აქ მნიშვნელოვანია ის ფაქტორი, რომ სტუდენტები ხშირად ფიქრობენ, რომ ის დრო, რასაც ძილს უთმობენ, სწავლა საკლდება, მაგრამ ეს სინამდვილეში ასე არ არის. სინამდვილეში რეგულარული და სრულყოფილი ძილი სწავლას ხდის უფრო ეფექტიანს. როდესაც ადამიანს აკლია ძილი, ეს მოქმედებს ტვინის ფუნქციონირებაზე ძალიან ბევრი თვალსაზრისით და ასპექტით. მაგალითად, ის იწვევს პირველ რიგში კონცენტრაციისა და მეხსიერების დაქვეითებას, ის იწვევს გაღიზიანებადობას, ემოციურ ლაბილობას და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ის, რომ არღვევს გადაწყვეტილების მიღების უნარს. საბოლოო ჯამში მივდივართ ხოლმე ისეთ მდგომარეობამდე, რომ სტუდენტი ამ მუდმივად გამოუძინებელ მდგომარეობას ეჩვევა, ის ფიქრობს, რომ ასეც ფუნქციონირებს, მაგრამ რეალურად მხოლოდ ნაწილობრივ აკომპენსირებს ამას ორგანიზმი და დროში შემდეგ, როდესაც ეს ხანგრძლივად იწელება, ორგანიზმის რესურსი ნელ-ნელა მუდმივად იფიტება. მიუხედავად იმისა, რომ ტვინის მასა სხეულის 2% შეადგენს,
ტვინის სინამდვილეში ენერგიის 20%-ს მოიხმარს. სტუდენტებში ძალიან ხშირია საუზმის გამოტოვება, კოფეინის ხშირი მოხმარება, წყლის არ მიღება და სინამდვილეში ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია დაბალანსებული კვება, ცილების, ცხიმების, ამინომჟავების, სხვადასხვა მიკროელემენტებისა და მინერალების მიღება. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ჩვენ სწავლას ხშირად მხოლოდ ინტელექტუალურ პროცესად აღვიქვავთ. ეს სინამდვილეში არის ენერგო მიმოცვლის პროცესი და ტვინი ამ დროს ძალიან დიდ ენერგიას მოიხმარს. როდესაც ჩვენ ვსწავლობთ, წერთ, ვკითხულობთ, გამოცდებს ვაბარებთ, ტვინი ამ დროს ხარჯავს ენერგიას, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს შევსებული. კვების გამოტოვება, საუზმის გამოტოვება, წყლის არ მიღება ვერ ახდენს ენერგიის საკმარის კომპენსირებას და ამ დროს ხდება სტუდენტის გადაწვა და გამოფიტვა. ჩვენ ხშირად გვესმის ასეთი ფრაზები სტუდენტებისგან: ვერ ვსწავლობ, ვერ ვკონცენტრირდები, აღარ მაქვს ენერგია. ეს ხშირად არის არასწორი კვების შედეგი. აქ ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ მე არ ვსაუბრობ იდეალურ მენიუზე და ძალიან რთულ დიეტაზე. აქ მნიშვნელოვანია გავიაზროთ ის ფაქტი, რომ სწორ კვებაში აქ გულისხმობთ რეგულარულ, სტაბილურად რეგულარულად საკვების მიღებას და წყლის მიღებას. ფიზიკური აქტივობის დროს ტვინის მომარაგება ჟანგბადით უმჯობესდება და შესაბამისად მეხსიერების გაუმჯობესება ხდება, კონცენტრაციის უნარის გაძლიერება ხდება და რაც მთავარია უმჯობესდება განწყობა. კვლევებით ასევე დადგენილია, რომ დღეში დაახლოებით 20-30 წუთით სიარული მნიშვნელოვნად ამცირებს დეპრესიებისა და შფოთვის რისკს. აქ ასევე მნიშვნელოვანია ერთი საკითხის ხაზგასმა. ფიზიკურ აქტივობაში აქ მაინც და მაინც აუცილებლად არ იგულისხმება სპორტდარბაზში ვარჯიში, პირადი მწვრთნელის და ასე შემდეგ. ჩვეულებრივი მსუბუქი ვარჯიში, თუნდაც ფეხით სიარული, ან თქვათ მსუბუქი გაწელვითი ვარჯიშები არის მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც აუმჯობესებს ჩვენი სწავლისა და კონცენტრირების უნარს. მუდმივად ერთ პოზაში ჯდომა, ეს არის დატვირთვა არამხოლოდ ფიზიკური, არამხოლოდ კუნთებისა და ხერხემლისა და ძვლებისთვის, ეს ასევე ღლის ტვინსაც. რეგულარული მოძრაობა აუმჯობესებს ტვინში სისხლის მიმოქცევას, მის ჟანგბადით მომარაგებას და როგორც სტუდენტები ხშირად ამბობენ, ფიზიკური აქტივობის შემდეგ თითქოს გონება გაეხსნა, უკეთ იმახსოვრებს ტექსტს, აქვს უკეთესი კონცენტრირების უნარი. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც გავლენას ახდენს სტუდენტურ გადაწვაზე, არის ქრონიკული დაღლილობა და ქრონიკული სტრესი. კვლევები ასევე გვაჩვენებს, რომ სტუდენტების 70% იმყოფება ქრონიკული სტრესის და ქრონიკული გადაღლილობის ქვეშ. სტრესი თავისთავად ცუდი არ არის, როდესაც ეს არის ერთჯერადი, ეს პირიქით შესაძლოა უკეთესი კონცენტრირების და გონების ფოკუსირების მიზეზიც კი გახდეს, მაგრამ როდესაც სტრესი ხდება მუდმივად ფონური მდგომარეობა, ეს ხანგრძლივ დროში უკვე იწვევს სტუდენტის და ადამიანის გამოფიტვას. სტრესის მიზეზი სტუდენტურ ცხოვრებაში ხშირად ხდება ხოლმე, ეს საგამოცდო პროცესი თავისთავად, სწავლის პროცესი და ხშირად ეს არის ხოლმე კონკურენცია სხვებთან, კონკურენციის განცდა, ქულების რიცხვი და ამას ხშირად ემატება ხოლმე ოჯახის წინაშე პასუხისმგებლობაც. როგორ მოვიქცეთ, რომ სტუდენტური გადაწვა ავიცილოთ თავიდან? პირველი, დავიწყოთ ძილით, რეგულარული ძილი ვაქციოთ ჩვენი ცხოვრების მთავარ ქვაკუთხედად. მინიმუმ 8 საათი ძილი არის მნიშვნელოვანი ჩვენი ტვინის ნორმალური ფუნქციონირებისთვის. სწორი კვება, როგორც უკვე აღვნიშნე, აქ არ ვლაპარაკობთ ჩვენ იდეალურ მენიუზე ან რთულ დიეტაზე, აქ არის მნიშვნელოვანი კვების რეგულარულობა, საკვების არ გამოტოვება, საუზმის არ გამოტოვება, მთელი დღის ყავაზე არ გადატარება და ასევე აქ არის მნიშვნელოვანი ის, რომ მივიღოთ წყალი. წყლის მიღება არის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი ჩვენი ჯანმრთელობისთვის. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია დიდი მოცულობის სამუშაოს მცირე დავალებებად დაყოფა. დიდი მოცულობის სამუშაო ტვინისთვის, ჩვენი ტვინისთვის არის სტრესული. საქმე უნდა დავყოთ მცირე დავალებებად, ეს გაცილებით უფრო ადვილია შესასრულებლად, ორგანიზმისთვისაც ნაკლები სტრესია და ჩვენც უფრო მეტი კონტროლი გვაქვს ჩვენს შესასრულებელ დავალებაზე. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია შესვენება. შესვენება არ ნიშნავს სიზარმაცეს.
შესვენება ზრდის ჩვენი კონცენტრირების უნარს. სწავლა და წარმატება მხოლოდ აკადემიურ ძალისხმევაზე არ არის დამოკიდებული, არამედ ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვისთვის დათმობილი დრო სწავლას კი არ აკლდება, არამედ სწავლას ხდის უფრო პროდუქტიულს, რაც შემდგომი წარმატების საწინდარია.